დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც დააგპირდით, კვლავ საინტერესო ხელოვანი ქალბატონი მყავს გადაცემაში სტუმრად. ქალბატონი ნინა ბადაჭკორია, გახლავთ მხატვარი, სასაზღვრო პოლიციის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი. მოგესალმებით. მოგესალმებით ქალბატონო თაკო. მადლობას მოგახსენებთ ასეთ ლამაზ სტუდიაში მოწვევისთვის და წარმატებას გისურვებთ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაშიც. მეც რა თქმა უნდა წარმატებები მინდა გისურვოთ, განსხვავებული ხელწერა გაქვთ, განსხვავებული ნამუშევრები გაქვთ, რამაც ძალიან გამაოცა და აღფრთოვანებაში მომიყვანა. როდის დაინტერესდით მხატვრობით, იმიტომ რომ თქვენ ხართ პროფესიით ფილოლოგი ვარ პროფესიით და ასევე სხვა მიმართულებით მუშაობდით, ხართ ასევე ვიცე-პოლკოვნიკი. როგორ აღმოჩნდით ხელოვნებაში? როდის დაიწყეთ ხატვა და პირველი ნამუშევარი? მოკლედ, ესე იგი, როგორ წავედი ხელოვნებაში? ფაქტიურად მხატვრობაში მე კი არ წავედი, ის მოვიდა ჩემთან 2021 წლის 7 იანვარს. როგორც თქვენ აღნიშნეთ და ბრძანეთ, ვარ ფილოლოგი. ვარ ასევე თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, 20 წელი ვიმსახურე საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში. ჯერ კიდევ მსახურობდი, როდესაც მოკლედ რაღაც მე ვთვლი, რომ შემოქმედი შემოვიდა ჩემში, ყველა შემოქმედა ადამიანში და ყველა ჩვენთაგანში არის, მაგრამ ის განსაკუთრებული რაღაცა როგორ თქვა წყალობა მოვიდა 21 წლის 7 იანვარს. იფეთქა ხო თუ არ ვიცი როგორ დავარქვათ, მოკლედ ასე იყო. მოდიოდა ხარის წელიწადი და რა თქმა უნდა ალბათ იმ პირველი ჩემი ნახატი ხარია და ინსპირაციაც ეს ხარის წელი გახდათ და თავში დაიწყო აი შობამდე 1-2 დღით ადრე წითელმა აგურისფერმა და ესე წითელმა ფერებმა წამოსვლა, ღრუბლების ფორმა ქონდა ამ ყველაფერს თავიდან და მე ნელ-ნელა რაღაც აი ესე ხარის ფორმას იღებდა ეს ღრუბლები და იმდენად პერმანენტული იყო ეს ყველაფერი, რომ რაღაც მომინდა რომ გადმომეტანა და გამთავისუფლებულიყავი თავში ამ ფერებისგან. და გათენდა შოპის დილა და პირველი ხარი დაიხატა ჩემს მიერ. მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვხატავ, შექმნილი მაქვს 500-ზე მეტი ნამუშევარი. და რა ვიცი, მაქვს ესე თაფლობის წლები, ასე ვთქვათ, ჩემს შემოქმედებასთან. 4 წლის განმავლობაში 500 ნამუშევარი. მეტი, დიახ, 500-ზე მეტი ნამუშევარი. არ ვიცი. ძალიან ბევრია, კი. და თან თითოეული ნამუშევარი ფაქტიურად არის შედევრი. უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. საკმაოდ ფიქრობ, რომ შრომატევადია და დროსაც მოიცავს. რა თქმა უნდა, დროსაც მოიცავს, ჯანმრთელობაც, ანუ მიაქვს ეს მხედველობა, რაღაც ხერხემალი, მოიცით, როგორც არის პროფესიული ეს რაღაცები, თავისთავად რაღაც მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ეს უკვე შენი ცხოვრების ნაწილია და ამის გარეშე არ შეგიძლია და ამიტომ ის უკვე მეორე ხარისხოვანია რაღაცეები. გამოფენა, პერსონალური გამოფენა თუ გქონდათ და თუ ღებულობთ გამოფენებში მონაწილეობას, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ გამოფენას დაამშვენებს თქვენი ნამუშევრები. დიახ, ესე იგი, როგორც მოგახსენეთ, 4 წელია რაც ვხატავ, ანუ ვადანინი 4 წლის წინ დაიბადა და ეს სახელიც მე თვითონ დააბირქვი. და გამოფენები 4 პერსონალური გამოფენა მქონდა, ერთ-ერთი ბათუმში და ბათუმში სახვითი ხელოვნების მუზეუმში დაცულია ჩემი ერთი ნამუშევარი. ასევე პერსონალურის გარდა ჯგუფურ გამოფენებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული ბევრგან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩემი ნახატები ასევე რეალიზებულია საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. დარწმუნებული ვარ,
ძალიან ბევრი მომხმარებელი გეყოლებათ. კი, გულშემატკივრები მყავს და ძალიან ბედნიერი ვარ და ვისაც ჩემი ნახატი აქვს, ყველა არაჩვეულებრივ ოჯახშია მოხვედრილი და ძალიან მიხარია სულ ყველა. ხშირად ამბობენ მხატვრები, რომ ძალიან გვიყვარს ხატავთ, მაგრამ არის რაღაც განსაკუთრებული ნამუშევრები, რომლებიც გვენანება გასაყიდად. არის, რა თქმა უნდა, ჩემ შემთხვევაშიც არის ასეთი ნამუშევრები, განსაკუთრებით აი პირველ ეტაპზე დახატული, რომელიც ყარო 21 წელს ხატარო დავიწყე, განსაკუთრებით მათ შორის არის ის ნამუშევრები, რაღაცა აი ჩემი ოქროს ფონდია და არის მათში რამდენიმე, რომელსაც ალბათ არ გავყიდი არასდროს. ინსპირაცია აი მაშინ რომ გითხარით ალბათ თქო ეს ხარის წელი იყო და ეს ხარი დავხატე პირველი ნამუშევარი იმის გარდა ამისა ინსპირაცია შეიძლება იყოს რა ვიცი საკუთარი ემოცია ჩემი განცდილი ემოცია რაღაც ზეცაში დანახული ვარსკვლავიანი ცა მოგზაურობიდან შეიძლება ჩამოვიდე დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყო ჩამოვიდე ანუ შეიძლება ინსპირაცია იყოს რაღაცა ადრე წაკითხული წიგნი და განცდილი ემოციები ძირითადად მე ვხატავ რასაც თავში ვხედავ და არა რასაც გარშემო და აქედან გამომდინარე ინსპირაცია შეიძლება იყოს ყველაფერი ნამუშევარი არის თემატური მეორე ნამუშევარი მაკრატელიც არის და ასევე არის ქალბატონები ანუ სხვადასხვა თემატიკა არის ერთად საკერავი მანქანა ასევე ქსოვილებია მე ავხსნი ამას ეს ძალიან ანუ ეხლა უკვე მარტივად მაგრამ მაყურებლისთვისაც რომ გასაგები იყოს რა ხდება და საიდან მოდიან ისინი როგორც აღნიშნე მე ესე ღრუბლებად მოდის რა ჩემთან ფერები და ამიტომ ჩემ შემოქმედებას კლაუდიზმს ვუწოდებ და ნახეთ ეს ღრუბლებად ფერი რომ მოდის აუცილებლად პალიტრაზე გადამაქვს მე ეს ფერები მე ვუყურებ ტილოა თუ არ აქვს მნიშვნელობა მასალას ვუყურებ და იქიდან მოდიან პერსონაჟები და აი მაგ დროს უკვე იწყება ის შემოქმედებითი გზა წვა და იმ პერსონაჟებს შემოსულს უბრალოდ ფუნჯით ეხა ხატვა როცა არის რთულია ესეთ ხატო ხო ფუნჯით მოვატარებ საღებავს ასე ვთქვათ და მერე უკვე მოგზაურობთ ერთად ერთს მეორე მოყავს მეორეს მესამე ანუ გიყვებიან თავიანთ ისტორიებს და შენ ხდები გამტარი რა შემოქმედსა და აქაურ სამყაროსა და იქაურ სამყაროს შორის ანუ სხვადასხვა გაზომილებებს შორის ხდები გამტარი და აქედან გამომდინარე არის რომ 500-ზე მეტი ნახატი მაქვს შექმნილი და თითქმის ყველა ვიღაცის ისტორია ჩემი ემოციით გადმოცემული რა მაინტერესებს ვიღაცას უნდა ნახატი ეს თვითონ გაძლევთ თემას თუ თქვენ თვითონ თავაზობთ როგორ ხდება ანუ თქვენ შეკვეთით არ ვხატავ არასდროს არა ამისთვის არ მცალია იმდენი რამ მაქვს თავში რომ შეკვეთებისთვის არ მცალი ამ ეტაპზე ასე ვარ მე რა იქნება არ ვიცი საინტერესოა ნამდვილად იმიტომ რომ გასხოვებული ხართ გამორჩეული ღრმესი მადლობა რა სჭირდება საქართველოში ხელოვანს განვითარებისთვის საქართველოში ხელოვანს განვითარებისთვის სჭირდება აუცილებლად განათლება აუცილებლად სიყვარული იმ საქმისთან ძალიან ძლიერი სიყვარული იმ საქმის რომელსაც აკეთებს თვით განვითარებისთვის ზრუნვა თუ თვით განვითარებას ხო თვით განვითარებისთვის ზრუნვა ანუ მუდმივი სწრაფვა საკუთარი თავის დახვეწის თან ისე რომ არ ჩამორჩე დროს და არ დაკარგო თავიც. აი რაღაცნაირად ეს უნდა მოახერხო და ნუ რა თქმა უნდა ნიჭი. ძამიკო ნიჭი. კი, ნამდვილად ნიჭი ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ. რა რჩევას მისცემდით
დამწყებს სტარტაპერებს. ძალიან ბევრი არის, ძალიან პანდემიის დროს სხვათა შორის ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოიკვეთა. დიახ. სხვადასხვა მიმართულებით. და რა თქმა უნდა, ცხოვრებას მოყვება დინებას ასევე დამწყები სტარტაპერებიც. რა რჩევას მისცემთ ამ ადამიანებს? განსაკუთრებით ქალბატონებს. პირველ რიგში ალბათ ესე იგი როგორ ვიტყოდი, იცით, ჩემი ტრანსფორმაცია გახდა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო. ის უშიშრობა, რომელიც ანუ ჩემგან დაინახეს, ანუ უშიშრობას რას ვეძახი, იცით, ახლა ვიცე-პოლკოვნიკი რო ფორმას გაიხდის, დაკიდებს და ფუნდს აიღებს ხელში, ისე რომ თქვათ, არ იცის რა ელოდება და რაღაცა სტაბილურს დატოვებს და შეუცნობ გზას გაყვება. ყველას ეს არ შეუძლია უბრალოდ, იმიტომ რომ აშინებთ ადამიანებს არასტაბილურობა, ხო ასეა. ხო და ვეტყოდი, რომ არაფრის არ შეეშინდეთ და აუცილებლად ყური უგდო ნიშნებს, რაც მოდის ზევიდან თუ თავში არ აქვს მნიშვნელობა, შენ თავად სამყარო ხარ ადამიანი და შენში თუ უფლისგან წამოვიდა ძალიან ძლიერი ნიშანი, აუცილებლად მიიღეთ ის დიდი სიხარულით, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ იქ უკვე განსაზღვრულია თქვენი გზაც, თქვენი მომავალიც, ის შემოსავალიც და სახელიც და გვარიც და ყველაფერი. ანუ არ შეგეშინდეთ, მე ამას გეტყოდით და გიყვარდეთ, როდესაც ამას შეეჭიდებით, გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ რა, ბოლომდე შედით, ანუ აქ სანახევროდ არ არსებულია. დიახ. მადლობა რჩევისთვის და მიჩნდება კითხვა, ვიცე-პოლკოვნიკი არ არის ეს პატარა პერიოდი, რომ მიაღწეო შენ ამ წოდებამდე. არ დაგენანათ, რომ გადახვედით ხელოვნებაში. იცით როგორ იყო, ესე უცბად არ მომსვლია, ანუ ეს რაღაც პერიოდი, რა თქმა უნდა, ესე იგი 7 იანვარს დავიწყე ხატვა, ხო, 21 მარტს წამოვედი სამსახურიდან პატაკი დავწერე. ის იყო ეს პერიოდი, ანუ ორთვიანი ხო თუ რამდენიც გამოდის, როდესაც მე ამაზე ვფიქრობდი. არჩევანის წინაშე დავდექი, ხო? ან უნდა ხო, ან უნდა იმ ძველ სტაბილურ რაღაც მყარ და ან ახალი უნდა დამეწყო, აი რაღაც შეუცნობი აბსოლუტურად, მაგრამ იმიტომ რომ ეს უკვე შემდგარი კარიერაა. რა თქმა უნდა. და თქვენ ძალიან დიდი გზა გაიარეთ. რა თქმა უნდა, 20 წელი. 20 წელი. ვემსახურე საქართველოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლაც ამ ფორმით ვემსახურები. ჩვენ ყველანი ჩვენ ქვეყანას ვემსახურებით, სხვადასხვა ფორმით, ასე ვთქვათ და იცით რა, მივხვდი, რომ შემოქმედი, როცა შემოდის შენში და ესეთ წყალობას გაძლევს, ამაზე უარის თქმა, დიდი უმადურობა იქნებოდა ჩემი მხრიდან და არ მეპატიებოდა რა. არც იქ და არც აქ. და ამიტომ მივენდე ბოლომდე, მივიღე მისი საჩუქარი, მივიღე ძალიან დიდი თავისუფლება. აი საოცარი, გამთავისუფლდი. ისეთი თავისუფალი ვარ, რომ აი რა ვიცი, რა გითხრათ რა, ალბათ არ ვიცი. ჭიტივით. როდესაც ქმნი ამას, აბა რა, აი შექმნის პროცესში, როდესაც ხარ მით უმეტეს ყოველდღე რო ხატავ ადამიანი, შენ სულ სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობ და თავისუფალი ხარ, მარტო შენ შემოქმედი და შენი პალიტრა და მოგზაურობ და ნუ აი ირგვლივ არაფერი არ არსებობს, ხარ შენ და ის მარტო და ეს არის ძალიან დიდი თავისუფლება და რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების წესი,
ვიდრე ვიცე-პოლკოვნიკი და ხატვარი. განსხვავებული სფეროა ნამდვილად. და ცხოვრების წესით შესაბამისად შემეცვალა. ამიტომაც გამიჩნდა მე ეს კითხვა. დიახ, თუ იქ დაუშვათ 9 საათზე აუცილებლად მოწესრიგებული უნდა ყოფილიყავი და მე აი ამ რეჟიმში ბოლომდე ჩართული. ეხლა პირიქით, მთელი ღამე შეიძლება კი არა და მე ღამე ვხატავ და გავათენო და 9 საათი ისეთი დრო იყოს, რომ მაგ დროს დავიძინო საერთოდ ან არ დავიძინო და გადამულად ვხატო. ეს უკვე ჩემი თავისუფლება, ჩემი ნებაა. რა თქმა უნდა. და გადაცემის ტრადიციული კითხვა, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? ალბათ ძალიან ის დიდ გრანდიოზულ გამოფენას დაგეგმავთ, ვინაიდან თქვენ ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ. და ვფიქრობ ძალიან დიდი სივრცეც ალბათ ეს ჩემი მოსაზრებაა. ითით რადგან ყოველ წელს მაქვს გამოფენები, ამდენად ეს რაღაც ისედაც რაღაც გეგმიურია და გეგმაში ისედაც შედის. რო გითხრათ, რომ გრანდიოზული გეგმები მაქვს, არა. იცით რა არის, არ უგეგმავ არაფერს ასე წინასწარ. მე ვხატავ და დანარჩენი თვითონ მოდის. აღარც არაფერზე არ ვოცნებობ რა. გრანდიოზული ხიდან გამომდინარე, რომ გრანდიოზული ნამუშევრები. აი მე უქმესი მადლობა. ხო, დაუცნებითაც არაფერზე აღარ ვოცნებობ. ეს ყველაფერი სასაცილოდ მეჩვენება, ვინაიდან ისეთი რამ მოხდა ჩემ თავს, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი და ზუსტად ვიცი, რომ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა და ამიტომ რაღაც დიდ სამომავლო გეგმებს არა. იმას ვიღებ, რაც მოდის მადლიერებით და დიახ. სამომავლო თუ აპირებთ, თქვენი გამოცდილება გაუზიაროთ მომავალ თაობას. რა საინტერესო კითხვაა. მართალია, ფილოლოგი ვარ და ცოტა ხანი მასწავლებლადაც მუშაობდი, მაგრამ რაც შეეხება აი ამ ხატრობას, რა უნდა გავუზიარო, რა უნდა ვასწავლო, თუმცა მაქვს ამის გამოცდილებაც და გეტყვით, რომ ჩემი შემოქმედებით და ძალიან მიხარია და ვამაყობ ამით, რომ დაინტერესდნენ პრობაციონერი ბავშვები. არასრულწლოვანები და ეს ამბავი მოიტანეს ჩემამდე და მათთვის გავაკეთე ორჯერ პერსონალური გამოფენა, ორჯერ მოვიწვიე, დავპატიჟე და ისინი სოციალურ აგენტებთან ერთად მოვიდნენ, მათთვის ერთი დღე სპეციალურად გამოიყო, მოუყევი ჩემი ისტორია, იქვე ადგილზე დავხატე, მათაც ვახატინე. და მერე იყო ისეთი გამოხმაურებები, რითიც ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ბავშვებიდან ძალიან ბევრმა ხატვა გადაწყვიტა და ზოგმა თქვა, რომ მომავალში აკადემიაში ჩააბარებდა და რა ვიცი, ამაყი ვარ. ეს იყო ჩემი გამოცდილება მომავალ თაობასთან და ბავშვებთან და ისე რომ თქვათ, მოსწავლეები ავიყვანო, ან ხატვა არა, ასე არა, იმიტომ რომ მე თავად არსად მისწავლია და სხვას რა უნდა ვასწავლო. თუმცა არ არის აუცილებელი დაამთავრო აკადემია, გენიოსები ყოველთვის გენიოსებად იბადებიან. უღმესი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა გაუზიარო ის ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობას, იმიტომ რომ თქვენი ნამუშევრები ვფიქრობ, რომ აუცილებლად სათქმელს იტყვის მომავალში. უღმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ნახოთ რა იქნება. წარმატებები. მადლობა. თქვენც ასევე. ჩვენთან გადაცემაში საინტერესო ნამუშევრებით ნამდვილად გამაუცეთ და ბევრი წარმატებები. ასევე თქვენც მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ კვლავ დაგიბრუნდებით საინტერესო სტუმართან ერთად.